ძმათა სასაფლაოზე დილიდან მიდიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც რუსეთ-საქართველოს ომზე და ქართველი სამხედროების მიერ გაღებულ მსხვერპლზე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა. მაკა აბულაძესთან ერთად განვაგრძობთ ახლა თემაზე საუბარს, რომელიც ადგილზე განაგრძობს მუშაობას. მაკა რა შეფასებები გაკეთდა რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში ბურჯანაძის მხრიდან? დიახბექა დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იკრიბებიან პოლიტიკოსები და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები. მათ პატივი მიაგეს საქართველოს რუსეთის ომში დაღუპულ გმირებს, წუთიერი დუმილით და ასევე მემორიალები შეამკეს გვირგვინებით. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ ადგილზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია შეიცვალოს ბრძოლის მეთოდები იმისთვის, რომ საქართველოს გაცილებით ნაკლები დაღუპული ჯარისკაცი ყავდეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ამ წუთებში კი ძმათა სასაფლაოზე მოვიდნენ ჯარისკაცები, რომლებმაც თავიანთ თანამებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ. ამისათვის საჭიროა ძალიან გაბედული, ძალიან სწორი ნაბიჯი და არა ის სიბრიყვე, რაც დღეს სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში სუფევს.